მრავალფეროვანი რეპერტუარი, ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსი და მოწვეული შემსრულებლები. თელავის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება. ხუთდღიანი ღონისძიების პირველი საღამო ცნობილი ქართველი ლოტბარის ანზორ ერქომაიშვილის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტს გორის ქალთა კამერული გუნდი გამართავს. მომდევნო დღეებში კი თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის თეატრში შეკრებილ საზოგადოების წინაშე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები წარსდგებიან. ელისო ვირსალაძის მიერ დაარსებული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 19 სექტემბერს გაიხსნება. ცნობილი ქართველი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებებს გორის ქალთა კამერული გუნდი ელისო ვირსალაძის თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტისთვის ამუშავებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შეირჩა იოსებ კეჭაყმაძის, იოსებ ბარდანაშვილის, ჯემალ ბეგლარიშვილის, გიორგი ჩლაიძის, დები იშხნელების, ოთარ დიხიმანჯიასა და მერაბ გაგნიძის ნაწარმოებები. გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი ფესტივალის 2025 წლის სეზონს გახსნის. საღამო ცნობილი ლოტბარის ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85 წლის თავს მიეძღვნება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ის, რომ ქალბატონი ელისო ვირსალაძე იჯდება იქ და მოგვისმენს რა. და არ ვიცი, ჩემ გუნდსაც ეს გათავისებული აქვს თავიდან ბოლომდე და თითოეულ ბგერას, რასაც ქვია, ვაშავაშინებთ, რომ 19 სექტემბერს ჩვენი გულშემატკივრის წინაშე წარსდგეთ, როგორც გორის ქალთა გუნდს ეკადრება ისე. წლევანდელი საფესტივალო პროგრამა განსაკუთრებულია, რადგან მასში განსაკუთრებით ბევრი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის პირველად წარსდგებიან ფესტივალის მსმენელის წინაშე გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ნიჭერთა 10 წლედის მოსწავლეები. დღევანდელ ფესტივალზე სიახლე ის არის, რომ ახალგაზრდული ორკესტრი მიიღებს მონაწილეობას. ეს მათთვის არის ძალიან დიდი გამოცდილება, ძალიან დიდი მასტერკლასი, იმიტომ რომ ისინი ქალბატონ ელისოსთანაც ითანამშრომლებენ და ასევე არაჩვეულებრივ სოლისტებთან, რომლებიც 23 სექტემბერს წარსდგებიან. საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოში ჩამოვლენ ცნობილი შემსრულებლები. დავით დიოსტრახის კვარტეტის მუსიკოსები, პიანისტი ფილიპ ლინოვი, ვიოლინჩელისტი იბაიჩენია. ქართველი მსმენელისთვის ორ კონცერტს ჩაატარებს ფესტივალის დამფუძნებელი ელისო ვირსალაძე. ცნობილი მუსიკოსი ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის მასტერკლასებსაც გამართავს. რასაკვირველია, ქალბატონი ელისოს გამოჩენა სცენაზე, ეს არის ცენტრალური ამბავი ყოველთვის ჩვენს ფესტივალზე. ორჯერ წარსდგება ქალბატონი ელისო მსმენელის წინაშე და ერთხელ როგორ კამერულ რეპერტუარს წარმოადგენს და მეორეჯერ უკვე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მოცარტის 21 კონცერტს შეასრულებს. რასაკვირველია, ჩვენი ფესტივალი აკადემიური ფარგლებიდან არ გავა და ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო და ესე დატვირთული და დახუნძლული საღამოები ელოდება ჩვენს მსმენელს. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის 2025 წლის პროგრამა ჟანრობრივად მრავალფეროვანია. რეპერტუარი 5 საფესტივალო დღეზეა გადანაწილებული და განსხვავებული გემოვნების მქონე მსმენელზეა მორგებული. 5 კონცერტი, რომელიც შედგება ჩვენი 19-25-ის ფარგლებში, იქნება სრულიად სხვადასხვანაირი, შესრულდება როგორც ძალიან ცნობილი, ასე ვთქვათ, კომპოზიტორების შედევრები, ასევე შესრულდება თანამედროვე რეპერტუარი, ქართველი კომპოზიტორების რეპერტუარი და ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო იქნება. ქართველი პიანისტის ელისო ვირსალაძის მიერ 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება. საფესტივალო საღამოებს ტრადიციულად თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი მასპინძლობს. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში წელს 19-დან 25 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.